შიო პირველი 1356, 1364 და შიო მეორე ისტორიული მიმოხილვა. შესავალი. საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ისტორია მე-14-მე-15 საუკუნეებში განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა. ეს იყო მონღოლთა შემდგომი ეპოქა, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ცდილობდა ერთიანობის, პოლიტიკური სიმტკიცისა და სულიერი ცხოვრების აღდგენას. სწორედ ამ მძიმე საუკუნეებში მოღვაწეობდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები შიო პირველი და შიო მეორე. მათი შესახებ ცნობები მეტად მცირეა, ამიტომ ისტორიკოსები იძულებულნი არიან სხვადასხვა საეკლესიო სიების, სამეფო სიგელების, ქრონიკებისა და მოგვიანო ისტორიული ნაშრომების ერთმანეთთან შედარებით აღადგინონ მათი მოღვაწეობის სურათი. ამ მიზეზით ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტი ეყრდნობა მხოლოდ იმ ცნობებს, რომლებიც ისტორიულ წყაროებშია დაცული, ან თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ფართოდ არის მიღებული. მე-14 საუკუნის საქართველო და შიო პირველის ეპოქა. მე-14 საუკუნის შუა ხანებში საქართველო ჯერ კიდევ ატარებდა მონღოლთა ეპოქის მძიმე შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მეხუთე ბრწყინვალემ ქვეყნის გაერთიანება და გაძლიერება შეძლო, მისი გარდაცვალების შემდეგ მდგომარეობა კვლავ გართულდა. პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნება რთულდებოდა, ხოლო ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა სახელმწიფოებრივი სიმტკიცის დაცვაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმ პერიოდში არა მხოლოდ სულიერი ინსტიტუტი იყო, არამედ ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენიც. სწორედ ამიტომ კათოლიკოს პატრიარქის ტახტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა. ისტორიული სიების მიხედვით, შიო პირველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი იყო დაახლოებით 1356 წლიდან 1364 წლამდე. იგი პატრიარქ დოროთეოს პირველის შემდეგ ავიდა საპატრიარქო ტახტზე. შიო პირველის შესახებ უშუალო ცნობები ძალიან მცირეა. შუა საუკუნეების ქართული წყაროები მის საქმიანობას ფართოდ არ აღწერს, რაც ამ პერიოდისთვის ზოგადად დამახასიათებელია. მე-14 საუკუნის მრავალი საბუთი დაკარგულია, განსაკუთრებით კი იმ მოვლენების გამო, რომლებიც მოგვიანებით თემურლენგის შემოსევებმა გამოიწვია. თუმცა თავად ის ფაქტი, რომ შიო პირველი 8 წლის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს, მიუთითებს იმაზე, რომ ეკლესიაში შედარებითი სტაბილურობა არსებობდა. იმდროინდელ საქართველოში კათოლიკოს პატრიარქის ავტორიტეტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა როგორც საეკლესიო, ისე სამეფო პოლიტიკაზე. საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა შიო პირველის დროს. შიო პირველის ეპოქაში საქართველოს ეკლესია კვლავ იცავდა თავის ავტოკეფალიას და ბიზანტიურ მართლმადიდებლურ სამყაროსთან სულიერ კავშირს. ქართულ მონასტრებს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით იერუსალიმში, სცინას მთაზე და ათონის მთაზე. ამ პერიოდში ქართულ კულტურაში კვლავ გრძელდებოდა ხელნაწერთა გადაწერა, საეკლესიო ცხოვრების ორგანიზება და მონასტრული ტრადიციების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ შიო პირველის სახელთან კონკრეტული საეკლესიო რეფორმები პირდაპირ არ უკავშირდება, ცნობილია, რომ საქართველოს ეკლესია სწორედ ამ ეპოქაში ცდილობდა წინა საუკუნეების სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. საქართველოს სამეფოს პოლიტიკური ვითარება შედარებით მძიმე იყო. რეგიონებში ძლიერდებოდნენ ფეოდალური ძალები, რაც სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციას ართულებდა. ასეთ პირობებში ეკლესიის ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. სავარაუდოდ, შიო პირველის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ეკლესიის შიდა სიმტკიცის შენარჩუნება უნდა ყოფილიყო. შუა საუკუნეების საქართველოში კათოლიკოს პატრიარქი ხშირად ასრულებდა შუამავლისა და გამაერთიანებლის ფუნქციას სამეფო ხელისუფლებასა და დიდებულებს შორის. ისტორიული წყაროები შიო პირველის შესახებ. შიო პირველის შესახებ ცნობები ძირითადად დაცულია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთა სიებში. ასეთი სიები სხვადასხვა ისტორიკოსმა და საეკლესიო მოღვაწემ შეადგინა. თანამედროვე ისტორიოგრაფიაში მისი მმართველობის წლებად ჩვეულებრივ სახელდება 1366-1364 წლები. ეს მონაცემები დაცულია როგორც ქართულ საეკლესიო ტრადიციაში, ასევე თანამედროვე კვლევებში. უნდა აღინიშნოს, რომ შიო პირველის ეპოქის უშუალო ქრონიკები თითქმის არ გვაძლევს დეტალურ ცნობებს მისი პირადი ცხოვრების, წარმოშობის ან კონკრეტული საქმიანობის შესახებ. სწორედ ამიტომ ისტორიკოსები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან ყველა ცნობას და ცდილობენ, მხოლოდ დადასტურებული მონაცემები გამოიყენონ. შიო პირველის შემდეგ საპატრიარქო ტახტზე ავიდა ნიკოლოზ მესამე. თემურლენგის შემოსევებამდე არსებული ვითარება. შიო პირველის მოღვაწეობის დასრულებიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მძიმე განსაცდელს შეხვდა, თემურლენგის მრავალრიცხოვან შემოსევებს. მე-14 საუკუნის ბოლოსა და მე-15 საუკუნის დასაწყისში თემურლენგის ლაშქრობებმა საქართველოს უდიდესი ზიანი მიაყენა.
განადგურდა ქალაქები, ეკლესიები და მონასტრები. მრავალი ხელნაწერი დაიკარგა. სწორედ ამ მოვლენებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ისტორიული მეხსიერებაც. ამ მძიმე ისტორიულმა ვითარებამ პირდაპირ იმოქმედა შემდგომი პატრიარქების ეპოქაზეც, მათ შორის შიო მეორის მოღვაწეობაზე. მე-15 საუკუნის საქართველო და შიო მეორე. შიო მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მე-15 საუკუნეში მოღვაწეობდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, მისი პატრიარქობა დაახლოებით 1439 წლიდან 1443 ან 1447 წლამდე გრძელდებოდა. ეს პერიოდი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი ეპოქა იყო. თემურლენგის შემოსევების შემდეგ ქვეყანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასუსტებული დარჩა. მიუხედავად ამისა, მეფე ალექსანდრე I დიდი ცდილობდა სახელმწიფოს აღდგენას. ალექსანდრე I-ის მმართველობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დროს დაიწყო ტაძრებისა და მონასტრების აღდგენა. მეფე დიდ ყურადღებას უთმობდა ეკლესიას და თანამშრომლობდა საეკლესიო ხელისუფლებასთან. ისტორიული ცნობებით, შიო მეორე ახლოს იდგა მეფე ალექსანდრე I-თან და მონაწილეობდა ქვეყნის აღდგენის პროცესში. შიო მეორის მოღვაწეობა. შიო მეორის შესახებ ცნობები შედარებით მეტია, ვიდრე შიო I-ის შესახებ, თუმცა მაინც ძალიან შეზღუდულია. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ შიო მერის მოღვაწეობა უკავშირდება საქართველოს ეკლესიის აღდგენისა და განმტკიცების მცდელობას თემურლენგის შემოსევების შემდეგ. მე-15 საუკუნის პირველ ნახევარში ქართული ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მრავალი ეპარქია გაღარიბებული იყო, მონასტრები დაზიანებული, ხოლო საეკლესიო ცხოვრება შესუსტებული. ამ ვითარებაში პატრიარქის მოვალეობა მხოლოდ სულიერი ხელმძღვანელობა არ ყოფილა. მას ასევე ეკისრებოდა ეკლესიის ქონების დაცვა, მონასტრების აღდგენის მხარდაჭერა და სამეფო ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. წყაროები მიუთითებენ, რომ შიო მეორე მონაწილეობდა ქვეყნის აღდგენის საერთო პროცესში. მისი სახელი უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ერთიან სამეფოდ ითვლებოდა, თუმცა დაშლის ნიშნები უკვე შესამჩნევი იყო. ალექსანდრე I დიდი და ეკლესია. მეფე ალექსანდრე I დიდი საქართველოს ისტორიაში ცნობილია როგორც მმართველი, რომელმაც თემურლენგის შემოსევების შემდეგ სახელმწიფოს აღდგენას სცადა. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ეკლესიების აღდგენას. მისი მმართველობის დროს განახლდა მრავალი ტაძარი და მონასტერი. შიო მეორე სწორედ ამ ეპოქაში მოღვაწეობდა და, როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, სამეფო ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა. ზოგი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ მე-15 საუკუნის საეკლესიო ხელისუფლებაში არსებობდა რთული დინასტიური და პოლიტიკური ურთიერთობები. მაგალითად, ისტორიკოსი კირილ ტუმანოვი ვარაუდობდა, რომ შიო მეორე შესაძლოა დროებითი პატრიარქი ყოფილიყო იმ ვითარებაში, როდესაც დავით სახელით ცნობილი კათოლიკოსი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო. თუმცა ეს მოსაზრება ისტორიოგრაფიაში ერთმნიშვნელოვნად მიღებული არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი თეორიები მხოლოდ ისტორიული ჰიპოთეზებია და არა საბოლოოდ დადასტურებული ფაქტები. საქართველოს პოლიტიკური დაშლის დასაწყისი. შიო მეორის ეპოქაში უკვე აშკარად ჩანდა საქართველოს პოლიტიკური დაშლის ნიშნები. ცენტრალური ხელისუფლება თანდათან სუსტდებოდა, ხოლო რეგიონული მთავრები ძლიერდებოდნენ. მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველო საბოლოოდ დაიშალა რამდენიმე სამეფოდ და სამთავროდ. თუმცა შიო მეორე ჯერ კიდევ იმ ეპოქის წარმომადგენელია, როდესაც ერთიანი საქართველოს იდეა ფორმალურად არსებობდა. სწორედ ასეთ ვითარებაში ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ეროვნული ერთიანობის შესანარჩუნებლად. საქართველოს ეკლესია ხშირად რჩებოდა იმ ინსტიტუტად, რომელიც საერთო ქართულ ცნობიერებას ინარჩუნებდა. ისტორიული წყაროები შიო მეორის შესახებ. შიო მეორის შესახებ ცნობები დაცულია როგორც ქართულ საეკლესიო სიებში, ასევე თანამედროვე ისტორიკოსთა კვლევებში. მისი სახელი გვხვდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთა ოფიციალურ ჩამონათვალებში. მმართველობის თარიღებად ძირითადად სახელდება 1429, 1453 ან 1457 წლები. ისტორიკოსთა ნაწილი თვლის, რომ შიო მეორის წინამორბედი და მემკვიდრე დავით სახელით ცნობილი პატრიარქები შესაძლოა ერთი და იგივე პიროვნება ყოფილიყო. თუმცა ეს საკითხი სადავოდ რჩება. ამ პერიოდის წყაროების სიმცირის გამო, ზოგი თარიღი და ქრონოლოგიური საკითხი ბოლომდე დაზუსტებული არ არის. სწორედ ამიტომ თანამედროვე ისტორიკოსები ხშირად უთითებენ რამდენიმე შესაძლო თარიღს. საქართველოს ეკლესიის როლი მე-14-მე-15 საუკუნეებში. შიო პირველისა და შიო მეორის ეპოქების შესაფასებლად აუცილებელია იმდროინდელი საქართველოს ეკლესიის საერთო მნიშვნელობის გათვალისწინება.
საქართველოს ეკლესია შუა საუკუნეებში არა მხოლოდ სარწმუნოების დამცველი იყო, არამედ ეროვნული კულტურის, მწერლობისა და ისტორიული მეხსიერების მთავარი ცენტრი. მონასტრებში ინახებოდა ხელნაწერები, იქმნებოდა ისტორიული თხზულებები და ითარგმნებოდა სასულიერო ლიტერატურა. როდესაც ქვეყანა სამხედრო და პოლიტიკური კრიზისების წინაშე იდგა, ეკლესია ხშირად იქცეოდა ეროვნული იდენტობის მთავარ საყრდენად. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ შიო პირველისა და შიო მეორის შესახებ უშუალო ცნობები მწირია, მათი მოღვაწეობა უნდა განვიხილოთ იმ ფართო ისტორიულ კონტექსტში, სადაც საქართველოს ეკლესია ქვეყნის არსებობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო. ისტორიული სიფრთხილის აუცილებლობა. შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის შესწავლისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. მრავალი დოკუმენტი დაკარგულია, ხოლო ზოგიერთ ცნობას მოგვიანო ავტორები გვაწვდიან. შიო პირველისა და შიო მეორის შესახებ არსებული ცნობებიც სწორედ ასეთ მდგომარეობაშია. ამიტომ ისტორიკოსები ერიდებიან ისეთი დეტალების დაზუსტებას, რომლებიც პირდაპირ არ არის დადასტურებული. მაგალითად, მათი დაბადების თარიღები, წარმომავლობა, განათლება ან კონკრეტული პოლიტიკური საქმიანობის მრავალი ეპიზოდი უცნობია. მიუხედავად ამისა, მათი სახელები მყარად არის დაკავშირებული საქართველოს ეკლესიის ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდებთან. შიო პირველი მოღვაწეობდა იმ ეპოქაში, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ინარჩუნებდა შედარებით სტაბილურობას თემურლენგის შემოსევებამდე. შიო მეორე კი იმ რთულ პერიოდში მსახურობდა, როდესაც ქვეყანა ცდილობდა აღდგენას და ერთიანობის შენარჩუნებას. დასკვნა. შიო პირველი და შიო მეორე საქართველოს ეკლესიის ისტორიის იმ წარმომადგენელთა შორის არიან, რომელთა შესახებ პირდაპირი ცნობები მცირეა, თუმცა მათი ეპოქები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. შიო პირველი მე-14 საუკუნის შუა წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკლესიას იმ დროს, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ერთიანობას და ცდილობდა პოლიტიკური სტაბილურობის დაცვას. შიო მეორე კი მე-15 საუკუნეში მოღვაწეობდა თემურლენგის გამანადგურებელი ლაშქრობების შემდეგ, როდესაც საქართველო მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობდა ერთიანი სამეფოს იდეა. ორივე პატრიარქის მოღვაწეობა დაკავშირებულია საქართველოს ეკლესიის უწყვეტობასთან. სწორედ ეკლესიის მეშვეობით ინარჩუნებდა ქართველი ერის სულიერ და კულტურულ თვითმყოფადობას ურთულეს ისტორიულ ეპოქებში. ისტორიული წყაროების სიმცირის მიუხედავად, შიო პირველი და შიო მეორე რჩებიან საქართველოს ეკლესიის ისტორიის მნიშვნელოვან ფიგურებად. მათი სახელები დაკავშირებულია იმ საუკუნეებთან, როდესაც საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას მძიმე განსაცდელების გადატანა უწევდათ. დღეს მათი ხსენება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საეკლესიო ისტორიისთვის, არამედ იმის გასაგებადაც, თუ რამდენად დიდ როლს ასრულებდა საქართველოს ეკლესია ქვეყნის ისტორიულ არსებობაში. გამოყენებული ისტორიული საფუძვლები. ტექსტის შედგენისას გამოყენებულია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთა ისტორიული სიები. ქართული საეკლესიო ისტორიოგრაფია. თანამედროვე ისტორიკოსთა კვლევები მე-14-მე-15 საუკუნეების საქართველოს შესახებ. საქართველოს ეკლესიის ისტორიის სამეცნიერო ნაშრომები. კირილ ტუმანოვისა და სხვა მკვლევართა ქრონოლოგიური კვლევები. ტექსტი მოძიებულია წმიდა სოფია სამლოცველოს მიერ.